ანუ ეხლა მგონი ვოლკმა ახსენა და რაღაც მე მგონია რომ inside info აქვს რა იცის, იმიტომ რომ თვითონ ამოდენიმე ჯერ ახსენა რომ შემდეგი იქნებაო ევლოევის ან მერფის გამარჯვებული და მგონი აკეთებენ მაგ ბრძოლას რა. ლოგიკური მაჩაპი არის რა. და საინტერესო იქნება, იმიტომ რომ ძალიან რამდენი ხანი გავიდა რაც ბოლოს ვნახეთ ევლოევი. ხო, ანუ ძალიან დიდი ხანი გავიდა რა. Sterling-თან ვნახე, ხო? ხო, და ეს Murphy მოდის უკვე ისა აქვს რა, ანუ აკრეფილი აქვს რა, რა ქვია, მაგას მომენტუმი რა. თუ დაბრუნდა ევლოევი და მართლა ჩატარდა და მე კიდე არ გავიდა წლები რომ ისევ თავიდან შემოვიდეს ოქტაგონში, ძალიან მაგარი ბრძოლა იქნება რა. ეს ანუ ახლო ბრძოლა იქნება და ფიქრობ თუ არა რომ ვოლკს აქვს იმ ხელა ტექნიკა და ძალა ჭიდაობის დაცვა ევლოევთან რომ გააკეთოს ანუ ახლო კონტესტი და სკრამბლინგი შეძლოს. როგორ ფიქრობთ? მე ვოლკი ფავორიტად მიმაჩნია მაგ ბრძოლაში ევლოევთან საწინააღმდეგოდ სტილისტიკურად. რადგანაც მოვსარის სტილობს, ანუ ერთი მიმართულება აქვს მუშაობის და ვოლკს აქვს ძალიან მაგარი ჭიდაობა. მართლა ძალიან მაგარი ჭიდაობა აქვს, ძალიან მაგარი ფიზიკური ძალა გააჩნია და სუპერ მაღალი დონის გამძლეობა აქვს რა. სადაც ახლა ძალიან კარგად იჭიდავენ მაგათ მოვსარმა და სტერლინგმა სადაც თანაბრად იჭიდავენ. მე ვიტყვი რომ ევლოევი ვოლკს მასე ვერ ეჭიდაება და ყველა მოახლოება 5 რაუნდიან ბრძოლაში ძალიან დამაზიანებული არის რა. მოვსარი ძალიან მაგარი მებრძოლია 3 რაუნდში შემითვალსაზრისით და 5 რაუნდში არ არის ფავორიტი რა. 3 რაუნდიან ბრძოლაში რა თქმა უნდა ფავორიტად ჩამოვნიშნავდი, რადგანაც 1 რაუნდს უეჭველი მოიგებს და იქაც სადღაც კიდე რაღაც ნახევარ რაუნდში შეიძლება გაწუროს. 2-1 შეიძლება წამოიღოს, მაგრამ 5 რაუნდიან ბრძოლაში სადაც damage და footwork-ს და late რაუნდების კონდიციას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, მაგ მოვსარის ფავორიტი არა, რადგანაც დიდი footwork-იც არ აქვს, რო თქვა 25 წუთი. გონი მოვსარს აქვს გონია 5 რაუნდი UFC-ში, ხო? და 25 წუთი ვოლკს ეჭიდაო კიდე ხო, არარეალური დავალება, თან ჯამთელი გამოხვიდა მაგ ისტორიიდან. კი, ვეთახმები ხუჩას სრულიად ევლოევის ჭიდაობა გამოჩნდა სტერლინგთან, არც თუ ისე high level, მაგრამ ვოლკის ჭიდაობის სკილები გამოჩნდა მახაჩევთან პირველ ბრძოლაში. ეს სხვათა შორის ძალიან საინტერესო ბრძოლა იქნება და ძალიან გემრიელად ჩაუჯდება კაცი. მე მაშინ ლეონ მერფი არავინ არ ჩამოწერა, მოვსარს აქვს 5 რაუნდი, ეს უეჭველი 5 რაუნდიანი ტესტი იქნება მოვსარისთვის. ეს 5 რაუნდიანი ტესტი უნდა იყოს ლეონ მერფისთან და ლეონ მერფის ყველანაირი შანსი აქვს რომ 5 რაუნდში მოვსარი გაუშვას რუსეთში და მის საქმეს მიაწვეს რა. და მოვსარი ლეონ მერფი ხო კიდე ვოლკთან უფრო კარგად ჩანს, რადგანაც ისაც კი პანჩერია და ის დარტყმას ეძებს. ანუ ნორმალური კიკბოქსერი არის, საკმაოდ სოლიდური კიკბოქსერია და რაღაც კვალებით თოფურია მაჩვენა რომ როგორ უნდა მოუგოს ვოლკს რა. ასე ვთქვათ, მაგას რაღაც რეცეპტი აქვს ევლოევთან შედარებით. ევლოევს არ აქვს რეცეპტი, ასე ვთქვათ რა, ვოლკის საწინააღმდეგოდ და ახლა მერფის კიდე თოფურიას კვალებზე შეუძლია რაღაც მისი გეიმპლანი ააგოს, ამიტომ ლეონ მერფი შედარებით მეტი ფავორიტი არის ვიდრე მოვსარი ვოლკთან. ანუ მაგას გულისხმობ რა. თუმცა მერფის და მოვსარის დაპირისპირებაში ხა მერფის ჭიდაობა დიდად ეხა არც გამოჩენილა რა ბრძოლაში. აი მაგაში ცოტა მეეჭება, შეიძლება ჭიდაობა და კონტროლით დაიჭიროს რამოდენი 2 რაუნდის ჭიდაობის მერე ცოტა დარტყმები ჭირს დაღლილობის შემდეგ დაბერილოს. ტესტი არის, საინტერესო ბრძოლა ეს არის და 5 რაუნდიან ბრძოლაში ტესტი არის, რა თქმა უნდა ის მოვსარის ტესტი არის პირველ რიგში, მაგრამ როგორი იქნება მოვსარი და ვინ გავიგებთ ვინ არის მოვსარი და ძალიან გასაგები იქნება ნახაზი საერთო როგორი იქნება ვოლკთან ბრძოლა. საგვეცოდინება რომ რას არ უნდა აკეთებდეს ლეონ მერფი ვოლკი უფრო კარგად გააკეთებს 5 რაუნდიან ბრძოლაში, ალბათ უკვე უფრო მეტი 5 რაუნდიანი ბრძოლა აქვს ჩატარებული ვიდრე ჩვეულებრივი ბრძოლა UFC-ში, ამიტომ ვოლკს აბა რამდენი იყო